სინამდვილეში რუსული სპეცოპერაცია იყო ბოიკოტი არჩევნებს. არჩევნებში დამარცხებიდან ერთი თვის თავზე ალეკო ელისაშვილი კოლეგა ოპოზიციონერების დადანაშაულებაზე გადავიდა. არჩევნებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს რუსული სპეცოპერაცია უწოდა და კონკრეტული პირებისა თუ მისი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ელაპარაკდა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე და 8 საათზე ცა გაიხსნება და ბედაური შემოიჭრება. ჩვენი შეცდომა იყო, რომ ხალხი ვერ დავარწმუნოთ, რომ არჩევნებზე მოსულიყო თვითმმართველობის არჩევნებზე. ელისაშვილის ბრალდებას ბრალდებებითვე პასუხობს ნაციონალური მოძრაობა. მათ კი საკუთარი ბრალეულობებისკენ გახარიას გუნდიდან მიუთითეს. ის რომ დღეს ვართ გაცილებით უფრო ცუდ სიტუაციაში, ვიდრე ვიყავით 1 წლის წინ, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას. ამას პასუხი გასცა ჩვენმა თანამოქალაქეებმა, საპროტესტო საზოგადოებამ, ქართულმა ხალხმა და ეს იკითხება მათ შორის იმ შედეგებში, რომელიც დაუწერა ივანიშვილმა ელისაშვილის გუნდს. ეს არის პასუხი. ოპოზიციური ურთიერთბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას აფიქრებინებს, რომ ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთისგან გამიჯვნის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ახლა იმ ნაბიჯების გადაფარვას ცდილობენ, რომელიც ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად ყველამ ერთად გადადგეს. როდესაც შენ ხარ უსამშობლო, ხარ აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, განწირულია მარცხისთვის. იმ პირობებში, როდესაც ყველაზე მავნებლური გეგმები არ გამოუვიდა, ახლა ლელოს თითეული წევრები და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ორპირობით გამორჩეული ალეკო ელისაშვილი ახლა უკვე სრულებით ცვლის თავის ნარატივს. საუბარი მაქვს იმაზე, რომ უკვე თავად უპირისპირდება თავის მოკავშირეებს, რომელთან ერთადაც დამხობას გვიპირებდა. საზოგადოებამ ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ლელოელები, ვინ არიან გახარიელები, ვინ არიან ძველი და ახალი ნაცები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობაზე მიუთითებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. თუმცა ბრალდების ისრების ერთმანეთისკენ გადატანის ოპოზიციურ მცდელობას უშედეგოს უწოდებს. მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მომზადებულ სპეცოპერაციაში ოპოზიციური პარტიები თანაბრად იყვნენ ჩართული. ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი, ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართული უცხოურ სპეცოპერაციაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსთაველის გამზირი თუ საარჩევნო უბნები. ოპოზიცია 4 ოქტომბერსაც ორად გაიყო, თუმცა ორივე ფლანგზე დამარცხდა. ამ მარცხზე პასუხისმგებლობის აღება ახლა არავის სურს. მის გადაფარვას კი უკვე ერთი თვეა ურთიერთბრალდებებით ცდილობენ.